საქართველოს პროგრესი ევროკავშირის ცენტრიდან ისევ არ ჩანს, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასება კიდევ ერთ გლობალურ გამოკითხვაში დაიმსახურა. საქმე ამჯერად კოორდინირებულ მმართველობას ეხება, რაც ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსში აისახა. ევროკავშირის შენგენის ზონის და ნატოს წევრი არაერთი სახელმწიფო ამ კვლევის თანახმად საქართველოს ბევრად ჩამორჩება. მარიამ ბუღაძე ამბობთ. მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგში და აღიარება, რომლითაც ქვეყანა ლიდერ სახელმწიფოებს შორის დასახელდა. გლობალურ კვლევებში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და კოორდინირებული მმართველობით ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24 პოზიცია დაიკავა. საქართველო რეიტინგით გაუთანაბრდა დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიასა და ლატვიას. აქ შეჯერებული არის ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები კვლევისას, როგორც არის მიზნები დაგეგმვისას და აღსრულების პროცესი სამინისტროების დონეზე და უწყებრივი დონეზე. საქართველოს გამორჩეულია კარგი მმართველობით, კეთილსინთეზიანი მმართველობით. რეიტინგს, რომელიც საქართველოს მთავრობის მუშაობის დადებით შედეგებს ადასტურებს, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. შეისწავლეს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები და რამდენად კოორდინირებულად იღებენ გადაწყვეტილებებს. მიღწეული შედეგით საქართველოს უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას: OECD-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევებში გამოხატული რეალობის გადაფარვას ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი მუდმივად საკუთარი განცხადებებით ცდილობს. მიზეზებზე დღეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა ილაპარაკა. მიმდინარეობს მიზანმიმართული დასჯა ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს, რომ ჩვენ როგორ გავბედეთ, უარი ვთქვით სანქციებზე და როგორ გავბედეთ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით ქვეყანაში. არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოყენებული იყოს მათი ინტერესებისთვის. სახელისუფლებო გუნდი ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში პოლიტიკურ ინტერესს ხედავს და დარწმუნებულია, რომ რეალური მიზანი ხალხის შეცდომაში შეყვანაა. მათ აქვთ მავნე პოლიტიკური ინტერესი ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათი სურვილი სამებრ უნდა მოხდარიყო საქართველოში არჩევნები და არა ქართველი ხალხის სურვილი სამებრ. არ არსებობს რამე ინდექსი, სადაც ერთ-ერთი ლიდერი არა ვართ ევროპაში. ისინი არ იმჩნევენ ფაქტებს. ინსტიტუციური სიმტკიცე და სახელმწიფო მართვის სისტემის ეფექტიანობა ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით საქართველოს წარმატება უკვე არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კვლევაში აისახა.